ესპანეთთან დიდი ანგარიში დავამარცხდით, მაგრამ მოდით პირდაპირ ვთქვათ, რომ დღეს მსოფლიოში ძალიან ცოტაა ისეთი ნაკრები, რომელსაც ესპანეთის წინააღმდეგ თამაში არ უჭირს. ეს არის გუნდი, რომელსაც ბოლო 30 მატჩიდან 25 მოგება და 5 ფრე აქვს. დღეს მინდა გაჩვენოთ ორი ეპიზოდი, სადაც იდეალურად ჩანს, რა ცივსისხლიანად იყენებს ესპანეთის სივრცეებს და როგორი სისწრაფით იღებს გადაწყვეტილებებს. დააკვირდით, რა მარტივად თამაშობენ ესპანელები. მარცხენა ფეხით გაისწორა ბურთი, მარჯვენა ფეხით აძლევს პას ფაბიან რუის. პასის მომენტში რუისი უკვე იყურება თავის გუნდელისკენ, ხედავს რომ სივრცე იხსნება, კიტეიშვილი ამოდის რუისზე დაგვიანებით, მექვაბიშვილი შორტ დგას და იხსნება ზონა დაცვის ხაზში, სადაც 1-1-ზე გადის ესპანელი მამარდაშვილთან და ეს ეპიზოდი გოლით დასრულდა. დააკვირდით, აქ მამუჩაშვილი ამოდის ბურთზე, მაგრამ აგვიანებს, იხსნება სივრცე, კეთდება ამ სივრცეში პასი. ძალიან მარტივად თამაშობს ესპანეთი და აქ ორ მცველს შორის გარბის ესპანელი და გვიტანს გოლს. ახლა კი მთავარი, რატომ აქვს საქართველოს ასეთი რთული პერიოდი? ჯგუფი იყო უკიდურესად მძიმე. ესპანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები, მოქმედი ევროპის ჩემპიონი. თურქეთი გუნდი, რომელიც ბოლო წლებია დიდ პროგრესს განიცდის, ორგანიზებულ და გუნდურ ფეხბურთს თამაშობს. ნაკრებში განახლების პროცესი მიდის. გამოჩნდნენ ახალი სახეები. ეს არის ბუნებრივი ციკლი, მაგრამ ნაკრები არ არის კლუბი. არ გაქვს დრო, რომ ორ თვეში შეთამაშდეთ. აქ თვითონმა მატჩმა შეიძლება ყველაფერი გადაწყვიტოს. კითხვები ჩნდება, როცა აგებ და კრიტიკაც ნორმალურია, მაგრამ ობიექტურიც უნდა ვიყოთ. ახალ გუნდს, ახალი ქიმიის მოსაძებნად დრო სჭირდება. ეს პროცესი ერთ თვეში ან ერთ ფანჯარაში არ სრულდება. ჩვენი მთავარი გამოწვევა ახლა არის გუნდური სტაბილურობა, შეთამაშება და ახალი თაობის სწორად ინტეგრირება. ეს ყველაფერი დროით მოდის და რაც მთავარია, ამ გუნდს პერსპექტივა ნამდვილად აქვს.